ვაგრძელებთ ლექციას ცნობიერების ფსიქოლოგიის შესახებ. ეხლა მინდა გესაუბროთ ცნობიერების გარკვეულ თავისებურებებზე, მის მახასიათებლებზე, ესე ვთქვათ, რა თავისებურებები გააჩნია ცნობიერებას. პირველი, როგორც ეკრანზე ხედავთ, ეს არის შინაარსის აუცილებლობა. ცნობიერების პროცესები თავისთავად წარმოადგენენ აქტებს. რას ნიშნავს ეს? წარმოადგენენ აქტებს, რომელშიც გარკვეული შინაარსებია აუცილებლად მოცემული. ცნობიერების პროცესი უთუოდ მიმართულია რაღაცაზე. იგი რაიმე საგანს თუ მოვლენას გულისხმობს. დამოუკიდებლად ცალკე შინაარსის გარეშე ის თითქმის არ არსებობს. ცნობიერება აუცილებლად არის რაღაცის ცნობიერება. მაგალითად, აღქმა აუცილებლად არის რაიმე საგნისა თუ მოვლენის აღქმა. მოთხოვნილება გახლავთ რაიმეს მოთხოვნილება. მოგონება რაიმე საგნის ან მოვლენის მოგონებაა. ხოლო გრძნობა რაიმეს ან ვინმეს მიმართ მიმართული ჩვენი დამოკიდებულება გახლავთ. ცნობიერების პროცესი არსებითად მაშინ მოცემული შინაარსის მიმდინარეობა გახლავთ, მსვლელობა. მაგალითად, მხედველობით აღქმაში ფერი გახლავთ შინაარსი, მისი აუცილებელი ერთ-ერთი მახასიათებელი, ხოლო ხედვა ამ ფერის ან დანახვა ამ ფერისა ეს გახლავთ თვითონ აქტი, პროცესი, მიმდინარეობა. მეორე მახასიათებელი, ესე ვთქვათ, თავისებურება ცნობიერებისა გახლავთ ფაქტის თვითონ მოვლენის თვითგანცდა. ფსიქიკურ პროცესში ცნობიერდება, ნათდება, ესე ვთქვათ, არა მხოლოდ მის გარეთ მყოფი რაიმე შინაარსი და ან მოვლენა თუ საგანი, არამედ თვითონ ეს პროცესიც. მასში საგნისა და ადამიანის პიროვნების, ანუ თავის ცნობიერება ერთდროულად და არაპარალელურად მიმდინარეობს, არამედ მიმდინარეობს აუცილებლად ისე, რომ ისინი ქმნიან ერთ მთლიანობას. ცნობიერების არსებითი ნიშანი, როგორც უკვე ადრე მოგახსენეთ, სწორედ გახლავთ, რომ პიროვნებამ იცის თავის შესახებ, მასში მიმდინარე ცნობიერი პროცესების შესახებ. ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ შინაგანად მიიღოს შეტყობინება, რომ მას მაგალითად უყვარს ვინმე, ან სცივა, ან მოშივდა, რომ იგი ახლა წარმოსახვას არის მიცემული, ოცნებობს, ან ფიქრობს. ცნობიერების პროცესი საგნის ხედვაცაა და პარალელურად, როგორც უკვე მოგახსენეთ, თავის, ესე ვთქვათ, გაგებაც იმისა, რომ ეხლა რაღაცა პროცესი მიმდინარეობს მასში. ამ უკანასკნელის გარეშე, აი ამ თვითგანცდის გარეშე, საკუთარი ფსიქიკური სამყარო ჩვენთვის სრულებით უცნობი და ისე ვთქვათ, გაუცხოვებული იქნებოდა. ხოლო ის, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა საკუთარი ესე ვთქვათ, შინაგანი სამყაროს შესახებ, ხოლო ის, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა ჩვენი საკუთარი სულიერი სამყაროს შესახებ, ეს გახლავთ დადასტურებული ფაქტი, უეჭველი ფაქტი, ეს ფაქტი ცნობიერების პროცესის თვითგანცდის თვისებაზეა დამყარებული, როგორც ადრე მოგახსენეთ უკვე წინა ჩანაწერში, ამ პროცესს რეფლექსია ეწოდება. აი ამ რეფლექსიის თვისების გამო ცნობიერების პროცესებს უშუალო და ნამდვილი მოცემულობა ახასიათებთ. ისინი სწორედ ისეთები არიან, როგორიც გვეჩვენება. როგორცაც ვხედავთ მაგალითად მხედველობითი აღქმის დროს. ეს კი ყოველთვის არ ითქმის იმ შინაარსისა თუ საგნობრივი ვითარების შესახებ, რომელზეც ცნობიერების პროცესია მიმართული. ის შინაარსი, რომელიც გარედან გვეძლევა, ზოგჯერ არ შეესატყვისება ხოლმე რეალურ ობიექტურობას. მაგალითად, ბევრი ფერადი კენჭების რაღაცა მოცემულობაში თუ ჩავარდა ან დევს პატარა ფერადი ღილი,
ის შეიძლება კენჭათ აღვიქვათ. ამის შემოწმება სპეციალური პროცედურა ესაჭიროება, რაც სრულიად არ არის საჭირო ცნობიერი პროცესების შემთხვევაში. სიხარული, სურვილი, მოგონება ჩვენში ჩდება და ის ისე გვეძლევა, როგორც სინამდვილეშია მოცემული. არ შეიძლება ახლა რაიმეს გრძნობდე, რომ მას ამჟამად არ გრძნობ. ჩვენ მხოლოდ ის პროცესები გვაქვს, რომელთა მოცემულობასაც განვიცდით და პირიქით შეიძლება ითქვას, რა პროცესებსაც განვიცდით, მხოლოდ ისინი გვაქვს ცნობიერებაში მოცემული და ეს ცნობიერების პროცესების უშუალო და ნამდვილი მოცემულობა გახლავთ ცნობიერების კიდევ ერთი თავისებურება. ცნობიერების დახასიათებისას ჩვეულებრივ ლაპარაკობენ ცნობიერების ველზე, რომელზეც ფსიქიკური განცდები, აქტები და პროცესები არის გაშლილი. პირველი, რასაც აღმოვაჩენთ ხოლმე ცნობიერების ველის ხილვისას, ეს მისი გასაოცარი მრავალფეროვნებაა. აი ეს სივრცე სავსეა სხვადასხვაგვარი შინაარსით და მართლაც შეიძლება შედარდეს რაღაცნაირ ნაირფერად აყვავებულ მინდორველს თუ რაღაცა ჭრელი პატარა კენჭების ძალიან დიდ არეალს. მხედველობითი ხატების, მენითი შთაბეჭდილებები, ემოციური მდგომარეობები, აზრები, მოგონებები, სურვილები, ცნობიერების ველში ეს ყველაფერი შეიძლება ერთდროულად იყოს მოცემული. ადამიანის პიროვნების ცნობიერება დანაწევრებული და დიფერენცირებულია. მიუხედავად ცნობიერების ველი შთამბეჭდავი ესეთი მრავალფეროვნებისა და შინაარსების მრავალგვარობისა, იგი მაინც ერთ მთლიანს წარმოადგენს. განსხვავებული განცდების დადასტურებასთან ერთად ჩვენ იმასაც ვგრძნობთ, უშუალოდ განვიცდით, რომ თითეული მათგანი საერთო მთლიანის ნაწილს წარმოადგენს. ეს ასეა, ვინაიდან ყოველი განცდა უთუოდ არის ვისამე, ანუ რომელიმე პიროვნების განცდა. აღქმა მაგალითად, ვინმე კონკრეტული პირის აღქმაა. წარმოდგენაც ასეა, იმის გარეშე, ვინც წარმოიდგენს რაიმე წარმოდგენას, იგი არ არსებობს. პიროვნების გარეშე ეს განცდები არ არსებობს. ეს საერთო, ესე ვთქვათ, ფოკუსი ყველა განცდას ახლავს თან. ცნობიერებაში მოცემულ ყოველ განცდას თუ პროცესს თან ახლავს იმის შეტყობინებაც, რომ ის ჩემია. განცდათა, ესე ვთქვათ, განცდა არის ჩემს მეში, ჩემს პიროვნებაში შემოსული აქტი. განცდათა გაუცხოება მესგან ეს უკვე პათოლოგიის ნიშანია. სწორედ მესადმე ეს უშუალო მიკუთვნებულობა ამთლიანებს ცნობიერების აი ამ მრავალფეროვან შინაარსს, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. ცნობიერების მთლიანობა სხვაგვარადაც მჟღამდება. ძალიან ხშირად ვთქვათ იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანის მოქმედებების უმეტესობა სხვადასხვა აქტებისა თუ პროცესების თანამონაწილეობას ან მათ ერთიან განხორციელებას გულისხმობს. მაგალითად, როდესაც თქვენ გნებავთ რაიმე ჩანაწერის გაკეთება, ლექცია იქნება ეს თუ სხვა შემთხვევა, ამის გაკეთება, განხორციელება, ამ ქცევის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ფუნქციათა გარკვეული რიგის, მთელი რიგი ფუნქციების უпростоრად. ამ რიგის კომპლექსური ამოქმედების გზით მხოლოდ და მხოლოდ. ამ ჩანაწერს ხომ ვერ გააკეთებ, ვერც აღქმის, ვერც მეხსიერების, ვერც აზროვნების, ან თუ გნებავთ მოტივაციური პროცესების გარეშე. ცნობიერების შემდეგი, ასე ვთქვათ, მახასიათებელი გახლავთ ცვალებადობა. ცნობიერების მოვლენები მუდმივ მოძრაობასა და ცვალებადობაში იმყოფებიან. ცნობიერებაში განცდები და პროცესები განუწყვეტლივ ცვლიან ერთმანეთს ენაცვლებიან. წარმოდგენას მოყვება სხვა წარმოდგენა, ამ უკანასკნელს გარკვეული აზრი. აზრს შეიძლება ერთი აზრის პარალელურად გაჩნდეს მეორე აზრი. ის კი რაღაცა გრძნობას აღძრავს ადამიანში, რომელიც თავის მხრივ რაღაც
მოგონებას წარმოშობს, ეს მოგონება რაიმე სურვილს ან მოთხოვნილებას და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ძალიან დაუსრულებელ ჯაჭვად გაგრძელდეს. ცნობიერების ამ თვისებას ნაკადისებურს უწოდებენ. ცნობიერების ეს ნაკადი მუდმივად მიედინება ჩვენს ცნობიერებაში. ცნობიერების ერთი და იმავე ნაკადულში დინარის ანალოგიისა არ იყოს, ორჯერ ვერ შეხვალ. ისინი ანალოგიურები არ არიან, არ მეორდებიან. ცნობიერების ესა თუ ის მდგომარეობა არასდროს იქნება გამეორებული, ვთქვათ, ხვალ, რაც არ უნდა მოვიდომოთ მისი აღდგენა. შეიძლება გამეორდეს ობიექტი, შინაარსი და არა მისი განცდა, თუნდაც იმიტომ, რომ უწინდელმა განცდამ სუბიექტში უკვე რაღაც კვალი დატოვა, რაღაც გამოცდილება დაუტოვა პიროვნებას. მართალია ცნობიერების ეს ნაკადი, უწყვეტი ერთიანობაა, მაშინ მაინც გამოიყოფა შედარებით, ესე ვთქვათ, მყარი მდგომარეობები. როდესაც ნაკადი ძალზე ნელა მიედინება, ან ესე ვთქვათ, შეიძლება თუნეთ წარიმართოს ეს პროცესი, ან მორევივით რაღაცა დაგუბებული მდგომარეობა მიეცეს ცნობიერ აი ამ პროცესს. მაშინ აგრეთვე აღინიშნება შედარებით, ესე ვთქვათ, არამყარი, გარდამავალი მდგომარეობები. როდესაც იმდენად სწრაფია ეს ნაკადი, რომ ნაკლებ ექვემდებარება აღწერას და თვითდაკვირვებასაც კი ხანდახან, თვითონ პიროვნებასაც კი არ შეუძლია აღწეროს, როგორი დინამიკით მიედინებოდა, ან რა თანმიმდევრობით მიედინებოდა ეს ნაკადები მასში. რაც უფრო მარტივი და ზედაპირული, იქნება პერიფერიულია განცდა, მით უფრო ნაკლებ ატარებს ის ამ თვისებას, ხოლო რაც უფრო რთული და ცენტრალურია, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ანუ ეს ნაკადები მით უფრო სწრაფად იცვლება. შეგრძნებები მაგალითად ჩვენი ცნობიერების ყველაზე მყარ მოვლენებს წარმოადგენენ. სამაგიეროდ გრძნობები, ემოციები, სურვილები და თუ გნებავთ აზრებიც, გაცილებით ნაკლები სიმტკიცით ხასიათდებიან. ცნობიერების მდგომარეობებს ან შინაარსებს შორის არ არის წყვეტა. ესე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენი თვითდაკვირვება ვერც აასწრებს, ესე ვთქვათ, მათი ურთიერთმონაცვლეობის მომენტის დაჭერას, იმდენად სწრაფად ხდება ეს ყველაფერი. ცნობიერების შინაარსების მიმდინარეობა ნაკადია და არა რიგში ჩამდგარი რაღაცა მონაცვლეობები, რომელთა შორის ყოველთვის არსებობს რაღაცა შუალედი. ყოველგვარი შუალედის გარეშე ხდება მათი მონაცვლეობა. ცნობიერების მდგომარეობაში კიდევ ვიმეორებ, შუალედი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ღვიძლის ცნობიერება, რასაც ვეძახით ჩვენ, ანუ ისაც ტიპიურ ცნობიერ მდგომარეობაში გვაქვს, ეს პროცესი უწყვეტია. შემდეგი, ესე ვთქვათ, მახასიათებელი გახლავთ მისი სუბიექტურობა. ცნობიერების სუბიექტურობა. ცნობიერებაში მიმდინარე პროცესები სუბიექტურობით მართალია მეტნაკლები, მაგრამ მაინც სუბიექტურობით ხასიათდება. ზოგიერთი ფსიქიკური პროცესი ღრმა პიროვნულ, ესე ვთქვათ, ჩრეებს ეხება, იგი უფრო სუბიექტის შინაგანი მდგომარეობა, ვიდრე ობიექტური ვითარების ასახვა და ესე ვთქვათ, შემდგომ დამახსოვრება. განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება ეს განსხვავება თუ ერთმანეთს შევადარებთ, მაგალითად ჩვენი ცნობიერების სამყაროს, ცნობიერი მოვლენების, ისეთ მოვლენებს, როგორიცაა შეგრძნებები და გრძნობები. შეგრძნება შედარებით პერიფერიული და ობიექტური განცდაა. იმიტომ რომ ვთქვათ, მხედველობითი თუ ყნოსვითი შეგრძნებით შევეგრძნობთ იმას, რაც ობიექტურად, რეალურად არსებობს. ხოლო გრძნობა უფრო ცენტრალური და სუბიექტურია, იმიტომ რომ გრძნობა არის ჩემი საკუთარი, ერთი უნიკალური პიროვნების გრძნობა და ის შეიძლება სულაც არ განმეორდეს სხვა პიროვნებების შემთხვევაში. საერთოდ კი შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები, როგორც საგნობრივი ვითარების ამსახველი განცდები, ნაკლებად სუბიექტურები არიან, ვიდრე მოტივაციური ან თუ გნებავთ ემოციური პროცესები. შემდეგი, ესე ვთქვათ, მახასიათებელი
რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, გახლავთ ეგრეთ წოდებული ყურადღების არე. ცნობიერების ველში გამოიყოფა ცენტრალური არეალი, რომელშიც შინაარსები განსაკუთრებით მკაფიოდ და ცხადად არის მოცემული. ცნობიერების სწორედ აი ამ არეს ეწოდება ცნობიერების ფოკუსი, ან სხვანაირად შეიძლება მას ყურადღების არე უწოდოთ. ამ უკანასკნელის მიღმა განლაგებულია ცნობიერების ველის ის ნაწილები, რომლების შინაარსიც ბუნდოვანი და დაუნაწევრებელია. ეს ცნობიერების პერიფერიაა, ანუ შეიძლება მას ბუნდოვანი ველიც უწოდოთ. მაგალითად, როცა ყურადღებით კითხულობთ რაიმე შინაარსს, ჩვენ მაინც გვესმის ირგვლივ ხმაური, მაგალითად, ფანჯრიდან შემოსული ან ოჯახის წევრების საუბარი. თუმცა რას საუბრობენ, ამას ვეღარ აღვიქვავთ. ეს გახლავთ სწორედ ბუნდოვანი ველი, რაც გარშემო ხდება, ხოლო ჩვენი ყურადღების არეში, ანუ ცნობიერების ფოკუსში მოთავსებულია ის შინაარსი, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერება და ყურადღება ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ეს კავშირი იმდენად მჭიდროა, ხან რომ როგორც მეცნიერულ, ისე ცხოვრებისეულ ფსიქოლოგიაში ისინი ძალიან ხშირად სინონიმებათაც კი იხმარება. მაგალითად, შეიძლება ვთქვათ ცნობიერების მიპყრობა, ან მის სინონიმად ვიხმაროთ ყურადღების მიპყრობა, ცნობიერების და ყურადღების გადატანა და ასე შემდეგ. ცნობიერების ცნების ღრმა ანალიზისათვის სასურველია ამ ცნებების მკაფიო გამიჯნა ერთმანეთისაგან. ყურადღება შედის ცნობიერებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც მისი ცენტრალური ნაწილი. ყურადღების ცნებით აღინიშნება აგრეთვე ცნობიერების აქტიური მხარე. ადამიანს აქვს უნარი მიმართოს თავის ცნობიერება რაიმე მოვლენაზე და მოათავსოს იგი ცნობიერების ცენტრში, ანუ იგივე ყურადღების არეში. ესე იგი, ყურადღება ეს არის ცნობიერების ერთ-ერთი ნაწილი და არა მისი სინონიმი. ესე იგი, სხვა სიტყვებით შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დროს ადამიანი მოათავსებს რა იგი ცნობიერების ცენტრში, ამ დროს ადამიანი მიაქცევს ყურადღებას ამა თუ იმ მოვლენასა თუ საგანს. ეს აქტიობა პიროვნებაში ვლინდება ცნობიერების შევიწროებაში, მის კონცენტრაციაში და ასეც ვამბობთ ხოლმე, ხო, ყოველდღიურ მეტყველებაში, რომ კონცენტრაცია მოვახდინე რამეზე. აქ სწორედ ყურადღება ცნობიერების ერთ-ერთი ნაწილი, მისი ყურადღება იგულისხმება. გავრცელებული შეხედულებით, ყურადღება, როგორც მოქმედება, როგორც ქცევა, გულისხმობს ცნობიერების შევიწროვებას და ამ სახით წარმართავს მას ობიექტზე, რის შედეგადაც მიიღწევა ამ ობიექტის ნათლად განცდა, ანუ ობიექტის სუბიექტური სინათლე. ცნობიერების თვისების გაჩენა პირველ ყოვლისა ფსიქიკური მოქმედების რეგულაციის თავისებურებაში აისახება. ქცევაში ცნობიერების ჩართვა, როგორც დავწმუნდით, ამდიდრებს მხოლოდ ქცევის შინაარსეულ მხარეს, ართულებს მას და გარემოსადმი უფრო ადაპტირებულს ხდის. ამ კუთხით დიდ მნიშვნელობას იძენს ისიც, უბრალოდ ის არის თუ არა ადამიანის აქტივობა მოქცეული ცნობიერების ფოკუსში. ანუ იმყოფება თუ არა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყურადღების არეში. ყურადღება უკაცრავად ცნობიერების ის არეა, სადაც ფსიქიკური შინაარსები და პროცესები ყველაზე ნათლად, მკაფიოდ და ცხადად არის მოცემული. შესაბამისად, ყურადღების არეში საუკეთესო პირობები არსებობს პრინციპში ფსიქიკური აქტივობის წარმართვისა და მათი რეგულაციისათვის. ყურადღება ბოლოს დასკვნის სახით ამ ლექციის შეიძლება ითქვას, რომ ყურადღება როგორც ცნობიერების ყველაზე ნათელი და აქტიური ნაწილი და ასევე ნებისმიერი ქცევის აუცილებელი პირობაა. გახლავთ. მადლობთ ყურადღებისათვის.